გამარჯობათ, მე ვარ თუთქაჯის ადმინისტრატორი და ვიდეოს მე ამ ვიდეოში აღიხსნით პანელს, ანუ დღეს პანელს. ესე იგი შევალ ჩვენ სამართალ პანელში და გადავალთ ყველა განყოფილების სია. აქაც არის რამოდენიმე კატეგორიები, მაგრამ რაც აქ არის, ის არის ყველა განყოფილების სიაში გადავალთ. პირველი არის კრედიტის ზოგადი პარამეტრები. აქ არის ჩამოთვლილი შესანიშნავი, მაგალითად თუთქაჯი მაგალითად თუთქაჯი აწერია, როდესაც ჩვენ შევართ საიტზე, აქ ზემოთ. აქ მივდიდეთ, აქ კატეგორიები, ანუ ტეგები იგივე და აქ არის რამოდენიმე ბრძანებები ჩამოთვლით. მოდი დავუბრუნდეთ ახლა უკან. მეორე არის კატეგორიები. აქ არის რა კატეგორიებიც გვაქვს კატეგორიის და აქ თუ გვინდა ჩვენ ახალი კატეგორია შევქმნით, აქ დავწერთ სახელს, ალტერნატიულ სახელს, ლინკს და კატეგორიის აღწერა, სისტემა და სხვადასხვა ეფექტები. მოდით ახლა დავუბრუნდეთ აქ. ეს არის მონაცემითი ბაზის დაყენება. და თუ გაქვთ თქვენ საიტი, გიჩვენებთ, რომ ამას ხელი არ შეახოთ, რადგან აგერევად. ეს არის შეტყობინების გაგზავნა. აქ ავიშეთ მაგალითად admins, elposta, პლუმში, ანუ თვითონ აქ რაოდენობა და დავაწეროთ შედეგი და აქ დავწერთ ტექსტ. ესე იგი. ახლა დამატების ველები. image, upload, link და ვიდეო. შეგვიძლია აქ ჩვენ შევცვალოთ და ველის დამატება, მაგალითად ველის დამატებას დავაჭერთ და იქ ჩავწერთ. აქ ავუჩევთ. ანუ ყველაში და ველის სახელიდან და შევწერთ ჩვეულებრივად. ახლა აქ არის ადმინისტრატორის პროფილი, ანუ ჩემი პროფილი. ანუ აქ საინტერესოა თქვენი პროფილი იქნება. შემდეგი არის მომხმარებლები. ანუ ადმინისტრატორი, აქ არის ჩამოთვლილი, ანუ ვინ არის მაგალითად ადმინი, მოდერატორი. თუ გუნდათ მოწონა მაგალითად აქ დავწეროთ სახელი გიორგი. და დანარჩენებსაც შეაცვალეთ, მოდი დავწეროთ ახლა ძიებ. და გამოგვიგდებს ყველას, ვისაც გიორგი ქვია. მოდით ახლა დავუბრუნდეთ უკან. პროფილის პარამეტრები. აქ ველის დამატება და შეგიძლიათ დაამატოთ პარამეტრები. მომხმარებლობა ჯგუფის დაყენება. აი რო ჩვენ ახლა დაყენებული ადმინი, მოდერი, უზენამასთან. მოდი ახლა დავარქვათ მაგალითად საცდელი და აქ შეავსოთ ჯგუფის რა შეუძლია სიახლის რედაქტირება თუ ისინი და დავაჭერთ დამასწორებას და გავაჩამოთ ჩვეულებრივად იქნება. ახლა საიტის ესაბამებები. აქ არის თავარი გვერდის სკრიპტები, ანუ რა შეგვიძლია შეცვალოთ რამე. კომენტარები, აი აქ არის კომენტარის სკრიპტი, როგორც აი ეს არის აქ გამოდებული ეს სკრიპტი. ახლა აქ სხვადასხვა ეს ძიების ფორმა, ანუ როგორც ძიება, მაგალითად. აი ეს არის, ამის ლინკი არის და სხვადასხვა. მოდი დავუბრუნდეთ ახლა უკან elpost-ის შეტყობინების დაბოლება. ნაკიდან გაგზავნეთ წერილს. ესე იგი, ახლა სიტყვერი ფილტრი. ეს არის, ანუ რა ცენზურა მაგალითად სიტყვის. მაგალითად აქ დავწერთ სამი ფიუქი. დავაწერთ შენახვას და ჩამახსოვდება. ახლა დავუბრუნდეთ, ეგ არის ბლოკირება IP-ის მიხედვით. აქ ჩავწერთ IP-ს, ანა elpost-ს და აქ პანის ვადას, მაგალითად დღეიდან ხვალამდე, აქ მიზეზს და დამახსოვეთ, ანუ შენახვა. IP-ის უტირება. აქ ანუ მომხმარებელს ზემნა IP-ის მიხედვით ჩაწერთ აქ IP-ს მაგალითად და დააწერთ ზემოთ და მოძებნებს იმის ძიება და შეცვლა. სიახლეების
შეცვლა ამ სიტყვების. ესე იგი ახ არის სიტყვების საიტის წესები. წერია საიტის წესები, ანუ თავში იკავეთ საიტის უცენზურო სიტყვების და როგორც ექსტრასის სიტყვების სტანდარტური გვერდი. ანუ აქ მაქვს მე რეკლამის გვერდი არის აქვს. და აქედან შეგვიძლია ჩვენ ჩავსვათ ახალი გვერდი და გავაკეთებთ. აქაც არაფერი არის, ეს არის ზომა რამდენი დაშენილი და აქ ვემოთ არაფერი არის, ეს შეტყობინების გაგზავნა, გამოკითხვის გაკეთება, ეს ვიდეო მე უკვე დავდე. ეს Google-ის იდეა, ანუ Google-ის საძებელი. აქ სიახლის რაოდენობას არაფერს არ ჩაწერეთ, აქ 0.5, 0.6 და 0.7. უკან დაბრუნდებით, აქ არის ხარვეზის სიახლე. აქაც არაფერს არ ჩაწერეთ. და მოდული online flash. ანუ ეს არის RSS და ინფორმაცია. ესე იგი ძალიან ადვილია, რადგან ქართულად არის ყველაფერი. და აქ რა დავყრეს სწრაფი ლინკი, აქ არის, ანუ სიახლეები თუ ხარ შესაძლებელი დავაჭერთ აქ და კომენტარების რაოდენობა. ბოლო კომენტარი მაგალითად, აქ არის კომენტარები. სხვადასხვა რამდენი რეგისტრაცია აპლიკაცია. სხვადასხვა და აქ არის ისევე რუსული და ინგლისური ენა. მაგალითად ავუჩერთ ინგლისური ენა და შევიდეთ, ყველაფერი ინგლისურად არის. ქართული ენა ავუჩერთ. ანუ ყველაფერი მოსახერხებელი არის და ყველაზე რეზოლუტებილიც გაიგებს აქ რა ხდება.